და სტუმართან ერთად გიბრუნდებით სტუდიაში ქეთევან კიღურაძე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გახლავთ მაღაზია სტუმარი. დიამშტები საქართველოს მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა უწევს. 2013 წელს მკითხველის უმეტესობა ერთ და იმავე ავტორით და ნაწარმოებით ინტერესდება. Ან რა განაპირობებს ამას თქვენი აზრით? რატომ ხდება ეს რომ რაც მოდაშია, ეგრეთ წოდებულ მოდაშია იმას ვკითხულობ? კამიუს არ კითხულობენ. ბესტსელერები ადვილად საკითხავი უნდა იყოს მასისთვის ლიტერატურა. ბესტსელერი მაგას ნიშნავს, რომ ადვილად საკითხავი ლიტერატურა უნდა იყოს და მე დღეს მოვიტანეთ სია გუშინ კითხვა დამშვიდობთ და ბიბლიის ქსელმა მომაწოდა ყველაზე გაყიდვადი წიგნები ახლა რას ნიშნავს ეს ადვილად საკითხავი? ის ავტორები რომლებიც მართლა ადვილად წერენ თუ ისინი ვინც ხშირად ჩანანდელ ეკრანზე ან ინსცენირება არსებობს მათი? Regular ეკრანზე გამოჩენა რა თქმა უნდა და პოპულარიზაცია ავტორის ეხმარება მას გაყიდვაში. რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე მისი ენა უნდა იყოს ადვილად გასაგები იმისათვის, რომ ბესტსელერის სიაში მოხვდეს. მასისთვის იყოს გასაგები. ნახოთ, აბა ვინ არის ასეთი ავტორი? დათო ტურაშვილი, შეიძლება წავიკითხოთ ეს. კი ბატონო, დოჩანაშვილი, ბიბლია იყიდება, სადია. დიახ, უმანკობის მუზეუმი, ტომ სოიერი არის ერთ-ერთი ბესტსელერი, გელა ჩარკვიანის ახალი წიგნი არის, ახლა დიახ, და ნიკო გომელაური უკვე დიდი ხანია ბესტსელერების სიაშია. ასევე ახალი გამოცემული წიგნი იმ კვირის ან იმ თვის ბესტსელერში ხდება ხოლმე. თქვენ აზრით რა ქმნის ავტორის და წიგნის ეგრეთ წოდებულ მოდას? კრიტიკა, სამეგობრო წრე, რეკლამა თუ რა? რეკლამის საშუალება სამწუხაროდ წიგნს არ აქვს. კრიტიკა საქართველოში ძალიან მცირე, ასევე კრიტიკას ვერ დავყდებით, თუმცა კარგი კრიტიკა რა თქმა უნდა ეხმარება. ავტორის პოპულარობა მის რა თქმა უნდა რამდენად აქტიურია ის, რამდენად აქტიურად ჩნდება ტელეეკრანებზე თუ საზოგადოებაში. და გამომცემლობებს მე მგონი არ აქვთ ხო ეს ინსტიტუტი, რასაც თქვა აი აგენტის ან პროდიუსერის როგორ არ აქვს კი ბატონო რა თქმა უნდა მაგალითად ჩვენი გამოცემლობა გამოცემის შემდეგ წიგნს რა თქმა უნდა უკეთებს კატალოგში შეყავს თარგმნის სინოფსის როგორც საქართველოს ასე უცხოელ გამოცემლებს ყოველას ეგზავნება და თავისუფლად რა გამოვიდა სახლეს ვაწვდით ფესტივალებზე მიგვხსენებით მის შესახებ და მის ახალი წიგნის შესახებ საქართველოში ყველა ლიტერატურულ ჟურნალს უგზავნით ახალ წიგნს ვცდილობთ რომ ასე დაიწეროს რეცენზია ან კრიტიკა და ვცდილობთ ასევე დილის გადაცემაში ახალ წიგნთან დაკავშირებით რომ იყვნენ მიწვეულები. და ჟანრებზე თუ შეიძლება რომ ვისაუბროთ, აი წელს რომელი ჟანრია აქტუალური და თუ არსებობს რაიმე დაკვირვება ან კვლევა იმის ან რის მიხედვით ირჩევთ? მე რამდენადაც საბავშვო ლიტერატურა. საბავშვო ლიტერატურა უკვე დიდი ხანია, სადღაც ბაზრის 60% იკავებს. ანუ პირველ ადგილი უჭირავს ბოლო, რაც ასე ჩართული ვარ ამ საქმეში, 9 წელი არის დაახლოებით საბავშვო ლიტერატურა ყველაზე კარგად იყიდება. მერე მოდის 20% კლასიკური ლიტერატურა, რაც ასევე აუცილებელი საკითხავია სტუდენტებისათვის თუ ანუ ისახელები რომელიც ყველამ იცის დიახ და დანარჩენ 20%-ს ბაზრის ასე იყოფს უკვე თანამედროვე ქართველები ავტორები, პროზა, დრამატურგია, პოეზია, დანარჩენი არის 20%. მე რამდენადაც ვიცი, საქართველო არის ლიდერ პოზიციებზე კავკასიაში წიგნების გამოცემის და გაყიდვის კუთხით. რამდენად სწორი ინფორმაცია მაქვს? კი ბატონო, ცოტა ხნის წინ წინაკვირას იყვნენ აზერბაიჯანი კოლეგები ჩამოსულები ჩვენთან ბაზრის შესასწავლად კონსულტაციების ასაღებად. იქ ეხლა იქნება ერთ-ერთი ისეთი დიდი გამომცემლობა, რომელიც მასიურად თარგმნის კლასიკურ ლიტერატურას. დიახ, სალიმს ჰქონდათ ცდილობა შეხვედრა და ბატონბინის, მაგრამ ვერ შეხვდა, თუმცა ძალიან საინტერესო პროექტებით იყო ჩამოსული. დავგეგმეთ, რომ 10 ავტორი თარგმნება ამ წლების განმავლობაში მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში 2014-ში 3 წიგნზე შეჯერდა. ჩვენ იმდენად წინ ვართ წასულები, რომ თქვათ აი ეს ორი ქვეყანა კონსულტაციების თვალსაზრისით ჩვენთან მოდის, ხო? კი ბატონო, ეს ჩანს ასევე საერთაშორისო გამოფენებს, როდესაც ერთად მიდივართ, ჩვენი წიგნების მრავალფეროვნება და სტენდი ბევრად კარგად გამოიყურება, ვიდრე სამხრეთის აზერბაიჯანის. ჩვენთან საბჭოთა კავშირის შემდეგ დამოუკიდებელი გამოცემლობა ბევრად ადრე შეიქმნა. ვიდრე იქ. და ასევე სიტყვის თავისუფლებაც საქართველოში. კითხვის ასაკზეც მინდა გკითხოთ, ყველაზე ხშირად რა ასაკის ადამიანები სტუმრობენ წიგნის მაღაზიას? ყველა ასაკის.
ანუ ესეთი დეფინიცია. ანუ შედარებით ხანში შესულებს უფრო იშვიათად ნახავთ, თუმცა ბაზოები ჟანრის ალბათ ბავშვები ყველა ჟანრის, ყველა ასაკის ყიდულს ნახავთ. მე წარმატებას გისურვებს, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. 2014 წელი უნდა იყოს წიგნის წელი, რამდენადაც თქვათ ეს უკვე დაანონსებულია და ამ წელიწადში განსაკუთრებული აქტიურობა გმართებს. წარმატებას გისურვებ და დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობას გადავხდი მეც ჩვენს სტუმარს, მაყურებელს კი შევახსენებ, რომ მაღაზიის სტუმარი იყო ქეთევან კიღურაძე, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე. ახლა კი ყველაზე გემრიელი ნაწილის დრო მაღაზიის ეთერში კახა ახვლედიანი